მოგესალმებით ყველას. დღეს უნდა წავიკითხოთ საქმე მოციქულთას მიათეთავი. კაცი ვინმე იყო კესარია შინა, სახელი კორნილეუს, ასისტავი კომისაგან, რომელსაც ქვია იტალიკი. კორნილეუსი იყო რომაელი, ანუ იტალიელი იყო წერია, იტალიიდან იყო და თქვენ იცით რომ ძველად ხალხს რომელიც ცხოვრობდნენ დღეს იტალიაში ქვეყანას, იქ რომაელებს უწოდებდნენ თავის თავს. ანუ კორნილეუსი იყო წარმართი ადამიანი. კეთილად მსახური და მოშიში უფლისა, ყოვლითურთ სახეულითვისი, იქმნოდა ქველი საქმესა, მრავალსაერსამა შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის. ანუ კორნილეუსი იყო მოწყალე და ღვთისმოყვარე ადამიანი. ამით რა შეიძლება ვთქვათ? კი იყო კორნილეუსი წარმართი, მაგრამ რაღაცა სათნოებები, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის სასურველი სათნოებები მას ჰქონდა. ის იყო კეთილმსახური, ქველის მოქმედება და მოწყალება არის ის იარაღი, რომლითაც შესაძლებელია ადამიანმა ამ ქვეყნიური სასურველი დაძლევოს. ყველაზე მეტად ჩვენ გვიჭირს სწორედ მოწყალება. ეს არის რა. იმიტომ რომ სამწუხაროდ ადამიანებს გონიათ რომ მოწყალება რიგ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. ზოგს ასე გონია. მაგალითს მოგებამთ ახლა. სამწუხაროდ ხდება ხოლმე ფაქტები, როდესაც ადამიანები თვითმფრინავით ასრულებენ სიცოცხლეს რა. წმინდა წერილში აღწერილი არის ასეთი მომენტები. და კანონიკური წიგნები, რომელიც ახლა შემდეგ დასავლეთში ბიბლიის წიგნები კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებად დაყვეს. ხოლო და კანონიკურ წიგნებში მხოლოდ ორგან არის მოხსენიებული თვითმფრინავების შესახებ. ერთი არის იყო ასეთი კაცი აქიტოფელი ერქვა. მეფე დავითი ფსალმოდგალობელი რო იყო. მისი ცოლის ბერსაბეს აბუა იყო და როდესაც აბესალომი აუჯანყდა თავის მამას, აქიტოფელი გადავიდა აბესალომის მხარეს. და როდესაც მან ურჩია აბესალომს, რომ ტოლვილს იერუსალიმიდან გაქცეულ დავითს გაკიდებოდა, ამ დროს ქუში იყო კიდე დავითის მეგობარი, რომელიც სპეციალურად დარჩა იერუსალიმში. ქუშმა აბესალომი დაარწმუნა, რომ არ გღის აჩქარებაო და მერე ჯერ ყველაფერი კარგად ძალები მოიგრება და მერე შეებრძოლებო. აქიტოფელი კი ეუბნება და სწრაფად მომეციო 10,000 კაცი. გავიკიდები დავითს და მოკლავო რა. და როგორც გითხარით, ქუშის ბჭობა და რჩევა გაითვალისწინა. ესე აჯანყებულმა აბესალომმა და ამით დავითი გადარჩა. აქიტოფელმა რომ გაიგო ეს, რომ მე ჩემი რჩევა არ გაითვალისწინაო, წავიდა, მიხვდა რომ დავითი აუცილებლად ძალებს მოიკრებდა და დაამარცხებდა აჯანყებულ შვილს და წავიდა და თავი მოიკლა. ეს არის პირველი შემთხვევა, რომელიც კანონიკურ წიგნებშია თქმულობაზე აღწერილი და მეორე არის იუდა, რო წავიდა და როგორც წერია წმინდა წერილში, შიშთვილიბა. აქიტოფელმაც იუდამაც თავი ჩამოიქჩა. აი ესეთი რაღაცა არის. სამწუხარო. და მეტიც აქიტოფელის ამ ქმედებაში ესე იგი წინასახეს და ესე იგი იხედებიან წმინდა მამები იუდას. როგორც იუდამ გაცა მაცხოვარი, ესე აქიტოფელი იყო მრჩეველი დავითის ესე გასამა. და რატო უყვებოდი ახლა რა? ადამიანი, როდესაც აი ასე ასრულებს სიცოცხლეს, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მასე წესის ასრულება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი, როდესაც ადამიანს რაღაცა ფსიქიკური პრობლემების გამო შესაძლებელი ეს გააკეთოს, რაღაცა არაადეკვატურია და ეს შეურაცხადი მდგომარეობაში იმყოფება და მას კურნალობს ფსიქიკური აშლილობების გამო, ამის გამო ადამიანებზე სრულდება ხოლმე ისა რა ქვია მსახურებია, მაგრამ როდესაც ადამიანი სრული შეგნებით ამას აკეთებს, მაშინ მასე მსახურების შესრულება არ შეიძლება. და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება გაუკეთოს თვითმფრინავ ადამიანს? ზოგს გონია რომ თუ მღვდელი მიუხედავად იმისა, რომ არ ეგების ამ ადამიანს წესის ასრულება, მიიყვანს და წესის ასრულებს, ამით სინდისის საჩუქრებებით და ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ ასეთი მსახურება ღვთისგან არ იქნება შეწირული. მაგრამ არსებობს უებარი საშუალება, რომელსაც ქვია მოწყალება. მოწყალებით შესაძლებელია ადამიანს ძალიან დიდი დახმარება გაუწიოს
ცოცხალმა მიცვალებულს. ისეთი ჭრელი და იარაღი არის მოწყალება, რომელთაც შესაძლებელია ბოროტული რაღაცა ზრახვები, ნებები მოიკვეთოს ადამიანმა. ეს არის საშუალება, რომელიც მოალბობს, ხო, ადამიანთა გულს და ასე რომ ქველის მოქმედება უდიდესი სათნოება, რომლითაც ესე იგი იყო შემკობილი წარმართი კაცი, რომელსაც კორნელიუსი ერქვა. იხილა მან ჩვენებით განცხადებულად, ვითარ მეცხრე საუდენ ჟამსა, მის დღისასა, რამით ანგელოზი უფლისა მოვიდა მისა და თქვა მას კორნელია. მეცხრე ჟამს, აბა თუ გახსოვთ რა მოხდა? თუ გახსოვთ მეცხრე ჟამს. მაცხოვარი ჯვარზე აღესრულა. იგი ესე იგი სამყაროში მოსული მაცხოვარი ჯვარზე აღესრულა. და შესაბამისად ჩვენ ამ ჟამის შემთხვევით არ არის. მოდის კორნელიუსთან ანგელოზი და მიმართავს მას კორნელია. და მან მიხედა და ზარი გახდა და რქვა მას რაიას უფალო. ხოლო მან რქვა მას ლოცვანი შენი და ქველის საქმენი შენი აღვიდეს სახსენებლად შენ და წინაშე უფლისა. ანუ ადამიანი სადაც არ უნდა იყოს, თუ მისი გული მიისწრაფის ღმერთისკენ, ღმერთი აუცილებლად ასეთ ადამიანს იპოვის. ეს მაგალითიც ამას ცხადყო. ზოგიერთებს რო უყვართ ხოლმე ესეთი რაც ცოტა მოლიბერალო, მოეკუმენისტო, ეკლესიის საზღვრებ გარეშე აზროვნების ადამიანებს რო აზრები აწუხებთ ხოლმე რა დააშავა, ჩვენ ამაზე ბევრჯერ ვისაუბრია რა დააშავა, მაგალითად იქ სადღაც ამაზონკის ჯუნგლებში, თუ რა ვიცი, ახლა ანდებში, თუ კორდილიერებში ცხოვრება ვიღაცა ადამიანმა, ხო? თუ მან არ იცის მართლმადიდებლობა, როგორ არ იცის? თუ მას სურვილი ექნება, რომ ნახოს ღმერთი, ღმერთი აუცილებლად მას იპოვის. კორნელია იპოვა უფალმა და ანგელოზი გაუგზავნა. და აწ მიავლინე შენ იოპეთ კაცნი და მოუწოდე სიმონ, რომელსაც ჰქვია პეტრე. ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა ტაძარი აქვს სხვასა. ანუ გააგზავნა პეტრესთან, პეტრე მოციქულზე აქვს საუბარი და თან უთხრა, რომ ის ცხოვრობსო, ესე ტყავების რომ ამუშავებს ისეთ კაცთან. ხო და საერთოდ ახლა ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ძველად როდესაც ადამიანები ფეხსაცმელებს აკეთებდნენ ტყავისგან, ხო? ტასაცმელს ტყავისგან რასაც აკეთებდნენ, ეს ხელოსნები ქალაქიდან ცოტა მოშორებით ცხოვრობდნენ. მაგალითად, პირდაპირ წერია თალმუდში ყველაფერი დეტალურად გაწერილია ებრაელებს. რამდენით უნდა იყოს დაშორებული ამ ტყავის დასამუშავებელი ქარხანა დასახლებულ პუნქტთან. ესეც კი აქ ჩაწერილი. ანუ მოშორებით ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ ტყავის დამუშავების დროს საშინელი სუნი იდგა, რომელიც რა თქმა უნდა დისკომფორტს უქმნიდა ადამიანს და შესაბამისად ასეთი საწარმოები, ასე ვთქვათ ახლა რა, დუქნები იყვნენ, მეწაღერო აკეთებდა რაღაცას ფეხსაცმელს და ასე შემდეგ ცხოვრობდნენ ცოტა მოშორებით. და ესეთი კაცი იყო ის სიმონი, რომელთანაც სიდა პეტრე მოციქული ცხოვრობდა. და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისცა და ერისკაცსა, კეთილმსახურსა, წინაშე მდგომარსა მისა. ანუ დაინახეთ, კიდევ კორნელიო ორი კაცი გააგზავნოდა, ერთი იქიდანაც ასევე ჯარისკაციც იყო. ანუ კეთილმსახური და პატიოსანი ადამიანი შეიძლება ნებისმიერ საზოგადოებაში ვნახოთ. ნებისმიერი აღსარებლობის ადამიანებში არის პატიოსანი ხალხი, რომელსაც მარტო ერთი აკლია გახსოვთ, მდიდარი კაცი რომ მოვიდა მაცხოვართან და უთხრა რომ ეს ყველა გავაკეთეს რა გაკლიაო. ყველაფერი გააკეთე შევიდე ქიმეო. მაგრამ ესეთი რაღაცა რო აკლია და თუ ისინი მართლა გურწბელები არიან, ისინი აუცილებლად ხდებიან ღმერთის შვილები. და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინა იგინი იოპე. და იოპე მოკლედ დასახლებული პუნქტი იყო ასეთი რა. და ხვალისაგან მირაი ვიდოდეს იგინი გზასაზე და ქალაქსა მიახლეს. ახთა პეტრე ერდოსაზე და ლოცვა ჟამსა მეექვსესა. ახლა უკვე ლუკა მახარებელი მოგვითხრობს პეტრეს შესახებ. ჩვენ ხო ვთქვით, რომ ებრაელებს ჰქონდათ ბანიანი სახლები, ბრტყელი გადახურვით. და რატო ჰქონდათ ეს? იმიტომ რომ შემდეგ საღამოობით ებრაელები, როდესაც იქ ხო ძალიან ისეთი ცხელი კლიმატი იყო, ცხელი კლიმატი ხო არის ისრაელში. და საღამოობით ცოტა აგრილდებოდა და ბანზე ადიოდნენ და როგორც ეზოს ისე იყენებდნენ. ახლა საქართველოს მთიანეთშიდაც ხო გინახიათ ბანიანი სახლები საქართველოს მთიანეთშიდაც არის. სამხრეთ საქართველოსშიდაც იყო ახლა ისტორიულ მესხეთშიც
ესეთი ბანიანი სახლები იყო რა. რამე თუ შეემშია და უნდა პირისა ხსნა, ანუ მოშივდაო რა, და ბანზეა და მოშივდა და ვიდრე იგი უმზადებდეს მას, იყო მისე და განკვირვება შეგულისო გამოცხადება ნახა პეტრე მოციქული. და ხედვი და ცათა განხმულთა და გარდამომოვარსა ჭურჭელსა, რაისამე ვითარსა ტილოსა დიდსა, 4-დან კიდეთა ზე დამოკიდებულსა, ზეცით ქვეყანა და იხედება რაღაც ფარდაგი მოდის. რომელიც კუთხეებში არის 4 თოკით დამაგრებული. რომელსა შინა იყო ყოველი 4 ფეხი, ქვეწარმავალი და მხეცი ქვეყანისაი ფრინველი ცისანი და იყო ხმა მისი მიმართ აღდეგ პეტრე დაკალდა ჭამე. აქ ახლა ჩვენ სიმბოლური გამარტება მივცეთ პეტრეს ხილვას. პირველი არსებობს ასეთი მოსაზრება, როდესაც პეტრეს ეუბნება უყალი, რომ ამ ფარდაგზე იყო ყველანაირი ცხოველი. ებრაელებს ცხოველები ჰქონდათ დაყოფილი და ფრინველები წმინდა და არაწმინდა. ნაწილის ჭამა წმინდას ცხოველები ჭამა შეეძლოთ, არაწმინდას არ შეეძლო. პირველი მოსაზრება, რომ პეტრეს მოციქულის ამ ხილის შემდეგ ქრისტიანებს ეძლებათ კურთხევა, რომ ჭამო ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაფერი ადამიანისთვის შეიქმნა. მაგრამ ასევე უფრო მეტად იქნება სწორი თუ აქ სულიერ ნიშნულობაზე გავამახვილებ ყურადღებას. მამები ამბობენ, რომ 4 თოკი, რომლითაც იყო დამაგრებული, ეს ფარდაგი ნიშნავს სამყაროს 4-ვე მხარეს. და დაინახეთ, აქ წერია ასეთი რაღაცა, რომ ესე იგი, ხოლო რაც შეეხება ცხოველებს, ამაში იგულისხმებიანო ის ერები, რომლებიც ქრისტეს ჯულზე არ იყვნენ შემდგარ, ანუ რომლებიც არ ეკუთვნოდნენ ძველი აღთქმის ეკლესიას. ახალი აღთქმის ეკლესიაში ყველა შეიძლება მიიღოთ. არ დაბრკოლდეთო, რომ თქვენ ხო ვიცით, რომ ებრაული საზოგადოებაში უკვე იმ დროს, როდესაც მაცხოვარი მოვიდა, ეთნიკური ნიშნით ხდებოდა გამორჩევა. და ანუ იუდეველი შეიძლება გამختارიყო და ძველი აღთქმის ეკლესიის წევრი მხოლოდ დაბადებით ებრაელი. და იცოდეთ, რომ ეს თავიდანვე არ ყოფილა რა. თავიდან იუდაური და ძველი აღთქმის ეკლესია ყველასთვის იყო გაღებული. ამის მაგალითებიც არსებობს, თუ ჩვენ ახლა მაცხოვრის გენეალოგიას წავიკითხავთ. მათი სახარების პირველი თავი. რომელიც ზოგი ისე წაიკითხავს გონია მარტო სახელები არის მოხსენებული, მაგრამ ამ გენეალოგიაში და უდიდესი საიდუმლო არის ჩადებული. და დღევანდელი ახლა ამაზე დავიწყოთ საუბარი ძალიან შორს დაგვიყვანს. ამ თემას რაც ეხება, ახლა მე რასაც ვალაპარაკობდი, მარტო იმაზე გავამახვილებ ყურადღებას. გენეალოგიაში არის მოხსენიებული ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ებრაელები. მაგალითად, რააბი იყო ებრაელი, მეძავი, ერიქონელი, არ ყოფილა. რუთი იყო ებრაელი, არ ყოფილა, მოაბელი იყო, რომელიც თავის დედამთილს შემდეგ წამოყვა, როდესაც ქმარი მოუკვდა. გამიგეთ? ანუ და ისინი გახდნენ მაცხოვრის ხორციელი წინაპრები. ანუ ძველი აღთქმის ეკლესიაში სხვადასხვა იობიც არ იყო ებრაელი ეთნიკურად, ხო? ანუ ძველი აღთქმის ეკლესიაში რაღაც გარკვეული პერიოდი ყველა შეიძლება მისულიყო და ყველა შეიძლება გამختارიყო ძველი აღთქმის ეკლესიის წევრი, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდეგ, როდესაც ებრაელები ბრუნდებიან ბაბილონიდან 70 წლიანი ტყვეობიდან, ამის შემდეგ იყო ერთი მღვდელი, რომელსაც ერქვა სახელად ეზრა. ეზრა უკვე იმის გამო, ეზრას მარტო მოსაზრება კი არ იყო ეს, ეთქობა ღვთისგანგებულებით ეუწყა ეზრას, რომ ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები მხოლოდ ეთნიკური ებრაელები უნდა ყოფილიყვნენ. გამიგეთ? და შესაბამისად, პეტრე მოციქულის დროს არა ებრაელთა ურთიერთობა დაუშვებელი იყო და სოდოთა ციტულებოდა. მეტად რომ შეეხებოდა ებრაელი, არა ებრაელის განწმენდის მსახურება უნდა ჩაეტარებია. გახსოვთ იაკობის ჭასთან მაცხოვარი რო ესაუბრება სამარიტელ დედაკაცს და სამარიტელი დედაკაცი ასეუბნება ებრაელები არ შეეხებიანო სამარიტელებს. გამიგეთ? ანუ ამ ხილვით პეტრე მოციქულს ეუწყა, რომ ახალი აღთქმის ეკლესიის წევრები სხვა ერის შვილების გახდებოდნენ. და ამ ხილვის შემდეგ რას იხედება? მიუგო პეტრე და თქვა, ნუ იყოფინ უფალო, ნუ პეტრე ახლა ეუბნება მე ებრაელი ვარო და როგორ დაკლა და როგორ ჭამო. ან მან ეს პირდაპირად გაიგო და მერმე ყოლად მეორე და სამჯერ ესმა ხმა, ეს არის მთავარი პეტრეს. დაკლა და ჭამე.
და წმინდა მამები სამჯერ თქმაში გულისხმობენ რომ ეს კურთხევა არის ყოვლადწმინდა სამებისგან. ანუ ყოვლადწმინდა სამება აკურთხა მოციქულები რომ 4 თოკი სამყაროს 4 მხარეს წასულიყვნენ და ეკადაგათ ქრისტეს ჯული და პასუხოვნებელი რწმენა მიეტანა ყველა ადამიანი. და ამის შემდეგ რა ხდება? პეტრე განიზრახვი და უკვე პეტრეო გულსა თვისა ვითარ რა იყოს ხილვა ესე რომელიც ეჩვენა მას და აჰა ეს ერა კაცნიგი რომელი კორნელიუსის განმოლებული იქნეს იკითხვითეს სახსა სიმონისა და მოვიდეს და დაადგეს მჭეთა ზედა მისთა და დაინახეთ ჩვენ რო ვთქვით სიმბოლური განმარტებით ეს ცხოველები არიან წარმართები პეტრე მოციქულმა ეს მოკლედ იმ წამსვე გაიაზრა როდესაც გაიგო რომ მასთან არიან რომაელი ჯარისკაცის კორნელიუსიდან გაგზავნილი ესე იგი ელჩიონი თქვათ ასე რა და მოხადეს და კითხვითეს უკვე თუ სიმონის რომელსაც რქვიან პეტრე ვანი აქ არსა ხოლო პეტრე ვიდრე იგი გულისრახვა და დგა ჩვენების ამისთვის რქვა მას სულმა წმინდა მან აჰა ეგერა სამნი კაცნი გეზიებენ შენ არმე დააღდიგ და გარდაგვალი და მივედ მათთანა და ნურარას ორგულებ და რამე თუ მე მომივილებია ნიგენი გარდამოვიდა პეტრე კაცთა თანა და მოვლინებულთა კორნელიუსის მიერ და თქვა აჰა ეს რა მე ვარ რომელსაც თქვენ მეძიებ აწრაი მიზეზი რომლისათვის მოსულ ხარ ანუ ღმერთმა და დაინახეთ კიდე ერთი მნიშვნელოვანი სწავლება თქვენ იცით რომ ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება მამა ძე და სულიწმინდა ზოგიერთი ერეტიკოსი სულიწმინდა შეურაცხყოფს ასეთი ერეტიკოსი ძველათაც იყო მაგალითად მეორე მსოფლიო კრების გამართვის ერთ-ერთი მიზეზად იყო ასეთი ერეტიკოსი მარკიონი ერქვა, რომელიც სულიწმინდის გმობელსაც უწოდებდნენ, იმის გამო შეიკრიბაო. რა თქმა უნდა, ესეთი მოსაზრება არის. უფრო მეტად მეორე მსოფლიო კრება უფრო სხვა მიზეზების გამო შეიკრიბა, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი ესეც იყო რა. ანუ სულიწმინდის გმობელები გმობარნი ყოველთვის იყვნენ. გახსოვთ და მართლმადიდებლური სწავლებით სულიწმინდა და ისინი ზოგიერთები ასწავლდნენ, რომ სულიწმინდა პიროვნება კი არ არის. არამედ ძალა არის, ენერგია არის, მაგრამ ჩვენ ვიხედებით წმინდა წერილიდან, რომ სულიწმინდა არის სრულყოფილი პიროვნება. გახსოვთ ანანია და საფირას ისტორია რო წავიკითხეთ. მაშინ რაზეა საუბარი, რომ სულ იქ პირდაპირ იმ ტექსტიდან ჩანს, რომ სულიწმინდა პიროვნება. აქაც ჩვენ ვიხედებით, რომ სულმა წმინდამ მოავლინა ისინი შენთან ვეუბნება ღმერთი. ანუ სულიწმინდა არის პიროვნება და შესაბამისად მომავლინა ისინი შენთან და აქედანაც კიდე ცხადია, რომ სულიწმინდა არის პიროვნება, ყოვლადწმინდა სამის მეორე მესამე პირი და ღმერთი სული, ხო? ხოლო მათ ქვეს კორნილიოს ასისტამან, კაცმან, მართალმან და მოშიშმა ღვთისამან, რომელიც წამებულას ყოვლისაგან ათესავე უღრიათესა ბრძანება მოიგო ანგელოზისა წმინდისა, მიყვანება ჩვენ და სახელსა, თვისა და სმენა ჩვენგან სიტყვათა და მოკლედ გააცნეს ახლა პეტრე მოციქულს კორნელიუსი და ანუ კორნელიუსი ჩვენ ვთქვით როგორი ღირსეული ადამიანი იყო თან კიდე აქ ერთი მისი დადებითი მხარეც ჩნდება რომ ის პატივს მიაგებს ებრაელების ჯულსაც ანუ კეთილგანწყობილია ებრაელების მიმართ ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენა და ისტუმრა იგინი და ხვალისაგან აღდგა პეტრე და განვიდა მათთანა და ვიეთენმე ძმათაგანცა იოპით მოიყვანეს მისთანა და ხვალისაგან შევიდეს კესარიად ხოლო კორნელიოს მოელოდა მათ შემოიკრიბა თესლტომი მისი და საყვარელი მეგობარი მისი და იყო შესვლას ამას პეტრესა მოიგებოდა მას კორნელია და შეურდა ფერხთა მისთა და თაყვანისა მას დაინახეთ როგორ პატივს მიაგებს წარმართი ღვთის მსახურს პეტრე მოციქულს ესე იგი უცხო ადამიანი კეთმსახური თქვენ ახლა რომაელი ჯარისკაცი როცა მიდის საუბარი უნდა იცოდეთ რომ ეს იყო ძალიან მკაცრი სისტემა იყო რომაულ ჯარში იქ იყო ყველაფერი ზედმიწევნით ყველაფერი გაწერილი ყველა ჯარისკაცს ევალებოდა რომ რომის იმპერატორის გენიისთვის გამოსახულებისთვის თაყვანი ეცა სვერპლი შეეწირა, ანუ რელიგიური რიტუალებით შესრულებას ეველებოდა ჯარისკაცებს. როგორც გითხარით, ძალიან მკაცრი წესები ჰქონდათ. ყველაფერი გაწერილი იყო, თუ რა უნდა ეკეთებია რომაელ ჯარისკაცებს და ასეთი ადამიანი, როგორ პატივით ღებულობს ყდენს, მოდი ესე ვთქვა. და დღეს ადამიანები საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ და ღმერთის მსახურებს შეურაცხყოფენ. აი ესეთი პარადოქსია. წარმართი პატივს მიაგებს სასულიერო პირს, იმიტომ რომ იცის ამ წარმართმა, ის ხვდება და ის მე ღმერთთან დააჯილდოვა კიდეც, ხო?
დიდი სიწმინდით და დღეს ადამიანები სახელდებენ საკუთარ თავს ქრისტიანად და ეკლესიის დაზვაგირებაში არიან და მათ აუცილებლად შეარჩუნეს ღმერთი ასეთი ბევრი შერცხვენინა და კიდევ ბევრი შერცხვებიან უფლის მეგობრებთან მოსვლამდე სამწუხაროდ ეს ასეა ხოლო პეტრე აღადგინა იგი და თქვა მას აღდგ რამე თუ მეცა თავადი კაცივე ვარ და თავდაბლობა პეტრესი ებრაელი იყო მისი წარმართი ნაპლევის ამასთან იყო ქრისტეს უახლოესი მოწაფე მოციქულთა თავი და როგორ სიმდაბლით მოკლედ უდგება ამ მდგომარეობას და ეუბნება წარმართ ადამიანს კერძახურს მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარო რა და დღეს კიდე ადამიანი რაღაც პატივს მიაღწევს ეს იქნება საერთო თანამდებობა თუ სასულიერო და ცაკუდათ არ მიაჩნია და დედამიწა ქალავნად ესეთი პარადოქსებიც ხდება სამწუხაროდ და ხშირად და იტყოდეს თანად და შერავი და შინა ყოვა მუნ მრავალნი შემოკრებუნი და თქვა მათ პეტრე თქვენ თვით უწყით ვითარმეთ არა ჯერ არს კაცისა პურისა მიახლებათ წარმართა ანუ შეხებად უწყოთ ესა და მე მიჩვენა ღმერთმა და თან ეუბნება პეტრე რომ თქვენიც ნუ ებრაელებს არ შეიძლება და არ ქონდა არ აქვთ უფლება რომ წარმართთან ერთთან იტრაპეზოს და ჭამოსპურიო მაგრამ მე მიჩვენა ღმერთმა რაით არავინ კაცი შეურაცხო ბილწად არაწმინდა ანუ პეტრემ ის ხილვა და ნახე რასთან დააკავშირა რომ ყველა ადამიანი არ გიშლობა წარმართი იქნება და რომ ყველა ადამიანი ყველას აქვს საშუალება რომ ეიწყონოს სული ყველას აქვს გზა რომ მივიდეს უფლამდე და ამისთვის უცილებლად შემოვე თქვენთანა მოვედრა აც უკვე მაუწყენ რომლისა სიტყვისათვის მომხდეთ მე თქვა მას ყორნილიემ მეოთხით დღითგან ვიდრე აკა ჟამამდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რა სახსა შინა ჩემსა და აჰა ესე რა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსვლითა ბრწყინვალითა წარმოიდგინეთ წარმართი ადამიანი მარხულობდი და ლოცულობდიო და მეცხრე ჟამს ისევე ანუ მაცხოვარმა როცა კაცობრიობა გამოიხსნა როდესაც ჩავიდა ჯუჯუხეთში და იქიდან გამოიყვანა მართალ ადამიანთა სულები ხო ამ დროს მას ჰქონდა ჩვენება და თქვა მე ყორნილიე ანუ ვისთვის ჩავიდა მაცხოვარი ჯუჯუხეთში ყორნილიესთვის ჩემთვის შენთვის ყველასთვის მაგრამ თავარი რა არის კი უფალი ყველასთვის ჩავიდა მაგრამ ყველამ სამწუხაროდ უფალი არ მიიღო და დღესაც აღებულობს ყველა მაცხოვარს ხო შეისმინე ძუსვანი შენი და ქოლის მოქმედებანი შენი მოიხსენ წინაშე ღვთისა აწ მიავლინე შენ იოპე და მოუწოდე სიმონ რომელსაც ქვიან პეტრე ამის ივანი დაუდ სახსა სიმონ ვისმე ეპრადაგისასა ზღვის კიდით კერძო რომელი მოვიდოდეს და გეტყოდე შენ და მუნთქუესვე წარმოავლინე შენ და ნუ მოკლედ უყვება თუ ხილვა ქონდა როგორ უბრძანა ხილვის დროს ანგელოზმა რო გაიგზავნა მოციქულები და ამის შემდეგ პეტრე ამბობს აღაღო პეტრე პირი თვისი და თქვა ჭეშმარიტად ვიცი რამე თუ არა არის თვალყება ღვთისა თანა არამედ ყოველთა შორის თესდა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლისა სათქმარს მისა სიტყვა იგი რომელი მოულინა ზეთა ისრაელისათა მახარობელთა ჩვიდობისა იესო ქრისტეს მიერ ესე თავადია სუფალი ყოველთაი თქვენ თვით უწყეთ სიტყვა იგი რომელი იყო ყოველსა ზედა ხურიასთანსა რომელსა იგი იწყო გალილია შემდგომად ნათლისმისა რომელსა იგი ქადაგებდა იოანე იესოს ნაზარეველსა და პეტრე მოციქული უკადაგებს და ყორნილეოს მაცხოვრის შესახებ ამით ჩვენ კიდევ ხედავთ რომ ყველა სასულიერო პირის პირველი ამოცანა და პირველი დავალება და შესასრულებელი რომ მოდელი უნდა ქადაგებდეს მოდელი უნდა მოუწოდებდეს ადამიანს მოდელი უნდა აყენებდეს ცხონების გზაზე ყველა მსურველს ეს არის მოდელის პირველი ვალდებულება მათი სახარებაში აწერია გახსოვთ ბოლო მუხლებში რომ რას ეუბნება უფალი მოციქულებს წადით და მოიმოწაფეთ ყოველი წარმართი და ნათელეთ მათ სახელით მამის ძის და სულიწმინდის სახელით ანუ მოდელის პირველი და პირველი ვალდებულება სწორედ ქადაგება სიტყვით და ქადაგება საქმით თავისთავად რა და ჩვენ მოწამე ვართ ყოველსათვის რომელი იქნა სოფელსა მას ურიასტანისასა და იერუსალიმსა შინა რომელი იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა ესე ღმერთმა აღადგინა მესამესა დღესა და მის მას განცხადებულებაა და ბოლოს რა ხდება ბოლოს საინტერესო რაღაცა მოკლედ უქადაგებს მაცხოვრის შესახებ და რა ხდება და ვიდრე იგი იტყოდა პეტრე სიტყვათ ამ და მოვიდა სულიწმინდა და დაადგა ყოველსა ზედა რომელთა ესმოდა სიტყვა იგი პეტრეს ქადაგების დროს
სულიწმინდა გადმოდის ხილული სახით, ხო? ანუ დღევანდელ დღეს ნათლისღების საიდუმლოში როგორ ხდება ადამიანი ჯერ ინათლება წყლით და შემდეგ სულით. მაგრამ კორნელიუსის და იქ დამსწრე ადამიანების შემთხვევაში ჯერ გადმოვიდა სულიწმინდა და ამის შემდეგ პეტრემ თქვა და დაუკვირდა წინა დაცვეთილებისაგან თან მორწმუნეთა რაოდენი იგი შევიდეს პეტრესთანა რამე თუ წარმართსა ზედა ნიჭი სულისა წმინდისა მიფენილარს და მერე მონათლა პეტრემ წყლით, მაგრამ სანამ ნათლისღების საიდუმლო წყლის ნათლობა შეასრულებდა, იქ ვინც იყვნენ წინა დაცვეთილები, იმათ გაუკვირდა. და მათთვის როგორც გითხარით ებრაელებისთვის, რომლებისთვის წარმართები საერთოდ უწმინდური ადამიანები იყვნენ, ისევე მოვიდა სულიწმინდა, როგორც მოვიდა წინა დაცვეთილებზე. პეტრეზე, იოანეზე, იაკობზე და ასე შემდეგ გახსოვთ, სრულთმოფენობის დღესასწაულზე. ამით ღმერთმა აჩვენა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ყველა ადამიანს შეუძლია რომ როგორც თავიდან თქვით ამ თავის თავარი თემა და გზავნილი ეს არის ღვთისგან, რომ ყველა ადამიანს შეუძლია ღვთის ეკლესიის წევრი გახდეს. რამე თუ ესმოდა მათი იტყოდეს რა ენათა და ადიდებდეს ღმერთსა, მაშინ მიუგო პეტრე და თქვა და თან როგორი ნიჭი დააჯილდოვა ღმერთმა ის ადამიანები, ისე როგორც მოციქულები. სულიწმინდა რომ გადმოვიდა მათზე. სხვადასხვა ენაზე მეტყოლებდნენ. სხვადასხვა ენაზე მეტყოლებაზე ჩვენ მაშინ ვილაპარაკეთ. როდესაც მეორე თავი წავიკითხეთ, ხო, საქმემოციქულთა და გაგახსენებთ ახლა. სხვადასხვა ენაზე მეტყოლებაში იგულისხმება რა, მამები ორი მოსაზრება არსებობს. პირველი, მაშინ მოციქულება სხვადასხვა ენაზე დაიწყეს მეტყოლება. ანუ მაგალითად, პეტრე თუ საუბრობდა ესე იგი კვირინელთა ენაზე თუ სხვადასხვა ენაზე და ასე პართულად შეიძლება იოანეს შეიძლება ესენი ასე კი არ საუბრობდნენ, მაგრამ დაუშვათ, ხო? მაგრამ არსებობს მეორე მოსაზრება, რომ ყველა მოციქული საუბრობდა ებრაულად, მაგრამ ვინც უსმენდა სხვადასხვა ეროვნების ადამიანები თავის ენაზე ესმოდა. გამიგეთ? აქაც ანალოგიური რაღაცა შეიძლება ვიგულისხმოთ რა. წყლისაგან, რაიმე ყენება არის. არა ნათლისღება იამათი, რომელი ესე სულიწმინდა მიიღეს ვითარცა იგი ჩვენ და პეტრე მოციქულმა როგორც ითხრა კითხვა დასვა. როგორ გავაჩერო და როგორ არ მომნათლო ისინი წყლით, როდესაც ღმერთმა ის სულით მონათლაო რა. და უბრძანა მათ ნათლისღებად სახელითა იესო ქრისტესითა, მაშინ ევედრებს მას რაითა დაადგეს მათთანა დღე რაოდენო. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ იესო ქრისტეს სახელით მოინათლეთ, არ იფიქროთ, რომ მარტო იესოს სახელით მოინათლეთ. არა, მე როცა ვამბობთ იესო, იქვე არის მამა, იქვე არის სულიწმინდა. ანუ ეს ადამიანები მოინათლენ ყოვლადწმინდა სამების, მამის, ზის და სულიწმინდის სახელით. და ჩვენ აქ კიდე ერთ რაღაცას ვიხედავთ, რომ ნათლისღება მიუხედავად იმისა, რომ კორნილეოსი იყო წმინდა ადამიანი, მას ნათლისღება აუცილებლად სჭირდებოდა, იმიტომ რომ ნათლისღება არის კარები ეკლესიაში, ეს არის საიდუმლო, რომელიც საიდუმლოც ადამიანი ხდება უფლის ეკლესიის წევრი და თუ ახალ ეკლესიის წევრი, შენ ვერ იქნები ზეციური ეკლესიის, ზეციური მოზეიმი ეკლესიის, ზეციური იერუსალიმის მკვიდრი. აი ესეა, ასე რომ მოგდ დასრულდა მიათე თავი. საქმემოციქულთა, ანუ ღვთისშეწევნით მომავალ შაბათს იობის წიგნზე ვისაუბრებთ და ორი კვირის შემდეგ მოკლედ საქმემოციქულთას კითხვას გავაგზავნებთ.